ტყუილი და პათოლოგიური ტყუილი. რა განსხვავება ამ ორ ცნებას შორის? პირველი უნდა ვთქვათ ის, რომ ტყუილი ჩვეულებრივი სოციალური მოვლენაა. ტყუილი გვეხმარება ერთმანეთთან დაახლოვებაში და სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებაში. მაგალითად, ხო იცი ყველაზე გავრცელებული ტყუილი რომელია? საცობში ვიდექი. არა და შეიძლება არ ვიდექი საცობში, მაგრამ ამას ამბობ, იმიტომ რომ ურთიერთობის სტაბილურობა, ასე ვთქვათ, შეინარჩუნა. აქვე ვისე ვიმეორებ, ტყუილი ეს ჩვეულებრივი რამაა. იგივე სოციალური მედია ტყუილის მეტი არაფერია, ხომ? გადავიღებთ 200 სურათს და იქიდან ამოვარჩევთ ერთს, სადაც ყველაზე ლამაზი ვართ და ასე შემდეგ. იგივე გადავიღებთ ხედს, შეიძლება ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავდეთ იმ ხედს და დავწერთ იქ, რა ეს ჩემი ხედი იყო ესეთი, ხო? სულ ტყუილი, ყველაფერი ტყუილი. ახლა რაც შეეხება პათოლოგიური ხასიათის ტყუილს. პათოლოგიური ხასიათის სახალხო ტერმინში გვეძახით ამას პინოქიოს სინდრომი, ხოლო მისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური ტერმინი ეს არის ფსევდოლოგია. ფსევდოლოგია მთლიანად განსხვავდება ჩვეულებრივი ტყუილისგან. ფსევდოლოგია ეს არის, როდის ადამიანი მითებს გიყვება. ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად ეს არ ნიშნავს იმას, რომ მესმის ძალიან აუტანელია ამის მოსმენა. მეორე მხრივ კიდე, როდესაც ჩვენ პათოლოგიურ ტყუილთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი ყვება მსგავს ტყუილებს, ის ამ დროს სჯერა ამ ტყუილის, რასაც ლაპარაკობს და საკუთარი ტყუილით აფასებს საკუთარ თავს. ანუ იტყუება იმიტომ და გიყვება ამ ტყუილებს იმიტომ, რომ საკუთარი ტყუილით აფასებს თავს. აი გიყვება მაგალითად ისეთ რამეს, რაც საერთოდ არ არსებულია. მრავალი ფაქტია ესეთი, ხო? ახლა მინდა მითხრა მიზეზები, რამდენიმე მიზეზი ტყუილის. პირველი მიზეზი ეს არის შიში. ადამიანი იტყუება იმიტომ, რომ ეშინია სიმართლის სასჯელის, იმის სასჯელის, რასაც შეიძლება მოყვეს სიმართლის თქმის დროს. მეორე, ეს არის სირცხვილი. ადამიანი იტყუება იმიტომ, რომ ცხვენია. ტყუილს შესანიშნავად შეუძლია შექმნა შენზე კარგი ხატი. მაგალითად, შეიძლება ვიღაცა არის იპარავს ხანდახან ქურდი და ქურდმა, ხო იცი, ყველაზე მეტად თვითონ იცის, რომ საზიზღარია. და ყვება, რომ მე არავისდროს არაფერი არ მომიპარავს, იმიტომ რომ ამით კარგი ხატი შექმნა საკუთარ თავზე. და ასე შემდეგ, ნებისმიერ რაღაც და მესამე მიზეზი, ბევრი მიზეზია, მაგრამ თავას გამოყოფდი. მესამე ეს არის ადამიანი იტყუება თავდაცვა. არ ვიცოდი, აი მაგალითად ცოლიანს ხვდება ვიღაცას და არ ვიცოდი. შეიძლება თვითონ სხვას კი არ უყვება, რომ არ იცოდა, აი თვითონ თავის თავსაც აჯერებს, რომ არ ვიცოდი, ეს ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმია. ეს არის ძირითადი ტყუილების. თუ ამ თემასთან დაკავშირებით მეტი გაინტერესებს, დამიწერე კომენტარებში და ჩავწერ გრძელ ვიდეოს.